ქრისტე აღსდგა სახელითა მამისათა დაძისათა დაწმენისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი მოგილოცავთ ხსენებას მენელსაცხებელთა დედათა განსაკუთრებით მოულოცავ დღევანდელ დღეს ქალბატონებს ჩვენ მრევლს და სხვებსაც იმიტომ რომ საეკლესიო გაგებით დღეს არის ქალთა დღე სწორედაც აი ის მხნეობა რომელიც კაცებს არ გააჩნდათ არ აღმოაჩნდათ სწორედ დედებმა გააკეთეს არჩევანი იმ ბოლო ურთულეს წუთებში როდესაც ყველა იმალებოდა ყველას ეშინოდა და ერთადერთი ის ქალები აღმოჩნდნენ მარია მაგდანელი ან მარია მაგდალინელი უпростоრად არის მარია მაგდანელი ახალ გამოცემაში სახარებისა ძველ ქართულ წყაროებში ასია დაფიქსირებული და ამიტომ ჩვენ ამ ტერმინს ვიყენებთ აი მარია მაგდანელი და კიდე სხვანი რომლებიც მიდიან საფლავზე ერთ შაბათ დღეს ერთ შაბათი ადრეც გვითქვამ ჩვენ არის დღევანდელი კვირა შაბათი იყო დასვენება თავად დასვენებას ნიშნავს ებრაული სიტყვა შაბათი ერთ შაბათიდან იწყებოდა ათვლა დღეებისა აი სწორედ ერთ შაბათ დღეს როდესაც აღდგა მაცხოვარი აი ამ გამთენიისას მიდიან დედები უშიშრად როდესაც მოციქულები ყველანი იმალებიან რომ არ ეცვან ჯვარზე მაცხოვართან ერთად ესენი არც ელოდებოდნენ შეიძლება ასე ვთქვათ მაცხოვრის აღდგომას ისინი არ მიდიან იმიტომ რომ რაღაცა აღთქმული აქვთ მაცხოვრისაგან აღთქმული ჰქონდათ მოციქულებს ყოველ შემთხვევაში ჩვენ სახარებიდან ვერ ვხედავთ იმას რომ მაცხოვარი ესაუბრება დედებს თავის აღდგომაზე ან რამე საჩუქრებს მოგცემთო ამაზე არ ესაუბრება დედებს მოციქულებს კი ერთი ითხოვს მარჯვენა მხარეს დამსვი მეორე ითხოვს მარცხენა მხარეს დამსვი როდესაც შენი სუფევით მოხვალ და სხვადასხვა პრეტენზიები და ეს დედები ამას არ ითხოვენ არც იციან რომ აღდგომა უნდა იყოს და ერთადერთი რაც საერთოდ ქალს ამოძრავებს განსხვავებით კაცისაგან ეს არის გულისმიერი მდგომარეობა აი გული რო აქვს დედისა როგორი კარგი კაციც არ უნდა იყოს კარგი დედა ვერ იქნება კაცი მზრუნველი მამა კარგი მამა გადარეული მამა შეიძლება მაგრამ დედას ვერ ჩაანაცვლებს ვერავინ იმიტომ ის სხვა გრძნობაა და ეს გრძნობა ვლინდება აი დღევანდელ დღეს მიდიან საფლავთან უშიშრად არაფერი არ უნდათ ერთადერთი სურთ რომ მიხედონ იმ მიცვალებულს როგორც მანამდე ვერ მიხედეს თქვენ მოგეხსენებათ რომ პარასკევ დღეს როდესაც პასექი იყო ებრაელების გააკრეს მაცხოვარი ჯვარზე ებრაელებმა და იმ დღესვე ჩამოხსნეს ავაზაკებს მუხლები დაუმტვრიეს მაცხოვარი გარდაცვლილი დახვდათ ამიტომ უგმირეს გვერდში აი როდესაც გარდა მოხსნეს ვერ მოასწრეს რომ ისეთი პატივი დაეგზალათ როგორც საჭირო იყო ჩვეულებრივ შემთხვევაში და მიდიან ერთ შაბათ დღეს რომ მიხედონ თავიანთ საყვარელ ადამიანს აი ეს გრძნობა ამოძრავებთ მათ სხვა არაფერი არ უნდათ მაცხოვრისაგან და სხებენ უпростоრად უნდათ რომ სხონ ნელსაცხებელი მაგრამ დახვდებათ რომ მაცხოვარი არის აღმდგარი და მე იმართება მარია მაგდალინელსა და მაცხოვარ შორის დიალოგი გიხაროდენ ეუბნება როგორც გაბრიელის შემთხვევაში ღვთისმშობელს ეხარა გიხაროდენი ასევე მაცხოვრის აღდგომისას გიხაროდენი ეხარათ მენელსაცხებელე დედებს აი ამით გამოირჩევა ქალი ხა ზოგადად ჩვენ საუბრობთ ხოლმე რომ ვინ არის ერთნაირები ვართ თუ არა ვართ ერთნაირები
არც ერთი ადამიანი ერთნაირი არ არის. თვითონ ერთს ქესთა შორის არის განსხვავებულობა, კაცთა შორის არის განსხვავებულობა. და მით უმეტეს მამაკაცსა და დედაკაცს შორის იქნება განსხვავებულობა. ეს არ ნიშნავს იმას, კიდევ ერთხელ გავიმეორე, უამრავჯერ მithქვამს ეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა უფრო კარგია და ვიღაცა უფრო ცუდია, სხვადასხვანაირია. ეს ქმნის სილამაზეს სუთისოფლისას. ერთნაირები რო ვიყოთ ჩვენ, რობოტები ვიქნებოდით მაშინ. კლონირებელები ვიქნებოდით ერთნაირები და არაფერი განსხვავებულობა არ არის. აი დედაკაცს გააჩნია ეს გრძნობა. უშიშარი დედა ხანდახან კი ზედმეტი მოზდის ხოლმე ამ სიყვარულიდან გამომდინარე. მაგრამ ეს ასია. მამა ვერ გასცემს დედობას. აი სწორედ ამ დღეს ვხედავ ჩვენ იმ დიდ გულს, რაც ქალში ძევს. ეს ერთი საკითხი, რაც შეეხება მენელსაცხებლე დედებს. მაგრამ შევეხოთ მეორე საკითხსაც, რომელიც დაკავშირებულია თავად ნელსაცხებელთან. შეიძლება ასე ვთქვათ, ღვთისმეტყველებაში არსებობს გაგება არა ცალკე არსებული ესე, არამედ ჩვენთვის რო დავასათაუროთ, ასეთი გაგება არსებობს ნელსაცხებლის ღვთისმეტყველება. ახლა ღვთისმეტყველება არსებობს ეკლესიის შესახებ. არსებობს საიდუმლოთა შესახებ, ზიარების შესახებ ღვთისმეტყველება არსებობს. მრავალი კუთხით, რაც მნიშვნელოვანია. და თქვენ იკითხავთ ახლა რა ღვთისმეტყველებაა ნელსაცხებლის შესახებ ღვთისმეტყველება. როგორ შეიძლება ნელსაცხებელზე იყოს რამე განმარტება მოცემული წმინდა მამათა მიერ. არა ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ღვთისმეტყველებაში გაგება ნელსაცხებელისა. საერთოდ მირონის სიტყვა არ არის ქართული. ეს მირონის სიტყვა ეტიმოლოგიურად დაკავშირებულია ბერძნულ საფუძველს. შემოდის საქართველოში დაახლოებით მე-19 საუკუნეში, უფრო მე-9 საუკუნეში. მანამდე ყველა ქართველი ძველ ქართულ წყაროებში დაფიქსირებულია როგორც ნელსაცხებელი. შემდგომში არის მირონცხება, მირონი და მირონცხებას ასევე ეწოდებოდა ძველ ქართულში თუ მირონი არის ბერძნული, ასევე მირონცხებას ეწოდებოდა ქრისტნვა. ტერმინი მირონცხება ნაკლებად იყო. ქრისტნვა, ხრიზო არის ცხება. აქედან ნაწარმოები ქრისტნვა არის ნელსაცხებლის ცხება. მაგრამ რადგანაც ნელსაცხებელი ითარგმნება როგორც მირონი და მირონი ითარგმნება როგორც ნელსაცხებელი, აი ქრისტნვა არის სწორედ მირონცხება. ეს უბრალოდ ეტიმოლოგია და სიტყვიერი განმარტება. მაგრამ ღვთისმეტყველება რაშია? ბიბლიაში თუ ჩვენ წავიკითხავთ, ნელსაცხებელთან დაკავშირებულია რამოდენიმე ეპიზოდი. ახალ აღთქმაში თუ ავიღებთ. აი პირველი, რომელიც ჩვენ გვხვდება, ეს არის მაცხოვრის შობის ამბავი. როდესაც ბაგაში იშვება მაცხოვარი და მიაქვთ ოქრო, გუნდრუკი და მური. მური არის ნელსაცხებელი, ძვირად ღირებული. და განმარტება გვეუბნება, რომ სწორედ როგორც მეფეს მიართვეს ოქრო, როგორც ღმერთს გუნდრუკი, მაგრამ როგორც მომავალ მიცვალებულს მიართვეს მური, ნელსაცხებელი. ეს პირველი აღნიშნა. ეხლა მეორე. ყოველ შემთხვევაში რაც მე მახსოვს, იმას ვიტყვი. მეორე, მართა და მარიამი. მარიამმა დაღვარა ნელსაცხებელი, ფეხები დაბანა მაცხოვარს. იუდა უყურებს და ეუბნება, რომ რატომ გაიხარჯა ასეთი ნელსაცხებელი, ძვირად ღირებული, როდესაც შეიძლებოდა გაყიდულიყო და გლახაკებისთვის
დაგვერიგებინა. მაგრამ მას ხო არ ეუბნება, ჩემს დასაფლველად ყო იგი. ესე იგი, თუ პირველ შემთხვევაშიც, როგორც მიცვალებულს, მომავალ მიცვალებულს, ის იაჩუქეს, ამ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში უკვე ის გზა არის გასავლელი, როდესაც ელოდება მაცხოვარს რამოდენიმე დღეში. და მაცხოვარი აქცენტს აკეთებს, რომ ჩემს დასაფლველად ყო. არა ისე, როგორც მეფეებს ეცხებათ ხოლმე. ეს კი არ აღნიშნა მაცხოვარმა. არამედ როგორც მომავალ მიცვალებულს. და დღევანდელი დღე. მენელსაცხებლები, მიდიან დედები, რომ მოამზადონ პატივისცენ იმ გვამს, რომელიც უწესრიგოდ აჩქარებულურად დამარხეს საფლავში. აი ამის მისახედად, აი მესამე გამოვლენა ნელსაცხებელისა. მაგრამ ეს ახალი აღთქმა. ძველი აღთქმიდან იღებს ნელსაცხებელი თავის ისტორიას. და პირველი ყველაზე გამოკვეთილი ასე ღვთისმეტყველური გაგებით არის და ჩვენ ხვდება ისე წიგნში ძველი აღთქმისა, რომელსაც ეწოდება განმარტება ან ჯერ განმარტებას თავი დავანებოთ წიგნი ქება-ქებათაისა. ერთადერთი წიგნი დაწერილი ცოტა უცნაური მანერით. ეხლა ყველა წიგნი უცნაური მანერით არის დაწერილი ახალ ძველ აღთქმაში. თავისებური ხიბლი აქვს ყველა წიგნს. აი ეს წიგნი გამოირჩევა რითი, რომ სოლომონმა დაწერა ამბობენ ასე ბრძენმა და დაწერილია როგორი სტილით. სასძლო უმღერის თავის სასიძოს. აი ესეთი უცნაური ფორმაა. პირიქით ხდება ხოლმე, ხო? ბიჭი უმღერის სერენადებს ქალს. მაგრამ ამ შემთხვევაში ამოტრიალებულია და საზლო მომავალ საქმროს, ანუ ქმარს უმღერის საგალობელს. და არის პირველ რამოდენიმე თავისაგან შედგება და პირველ თავში მესამე მუხლში. ძველ ქართული ტექსტი ასეა, ცოტა რთული ტექსტია, მაგრამ მე ვილაპარაკებთ განმარტებითად ამასთან დაკავშირებით. არის ესეთი სიტყვები. სურნელებაი ნელსაცხებელთა შენთაი უფროის არს ყოველთა სურნელებათა. ნელსაცხებელ წარმოცალიერებულ სახელი შენი და მისთვისა ქალწულთა შეგიყვარეს შენ. ვერ გაიგებს კაცი, რაზეა საუბარი. ესე იგი, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საზლო უმღერის საქმროს და რას ეუბნება, რომ შენი სურნელება ისეთია, რომ ნელსაცხებლები რომ შევაგროვოთ, უფროის ამაცა არს შენი სურნელებაი. და თავად შენ გეწოდება ნელსაცხებელი, ოღონ წარმოცალიერებული, ანუ დაღვრილი. და ამისთვისა, ანუ ამის გამო, ქალწულთა სხვა რედაქციაში არის ახალგაზრდებმა შეგიყვარონ შენ. შემდგომში ეს მამება რო წაიკითხეს აი ესეთი რთული ტექსტები, ისეთმა როგორც ორიგენე იყო მესამე საუკუნეში და წმინდა გრიგოლ ნოსელმა, განსაკუთრებით აქ მნიშვნელოვანია წმინდა გრიგოლ ნოსელი, ბასილი დიდი ძმა. აქვს ესეთი წიგნი, განმარტებაი ან თარგმანებაი ქება-ქებათაისა. სხვათა შორის იმდენად მნიშვნელოვანი განმარტებაა მოცემული, რომ წმინდა გიორგი მთაწმინდელმა მე-10 საუკუნეში ვრცელი შრომაა ეს მოცულობით, თავიდან ბოლომდე თარგმნა. და განმარტება რაზეა აქ, ყურადღება რაზეა გამახვილებული. თუ საზლო უმღერის საქმროს სიმბოლურად აქ იგულისხმება ადამიანის სული,
რომელიც უმღერის ღმერთს, ანუ ესე იგი საზღვარი ადამიანის სული, ყველა ადამიანის სული, რომელიც ღმერთს უღაღადებს. და ეხლა გავმარტოთ რას ამბობს, ორგვარი განმარტება აქვს ამ სიტყვებს, რომ ღმერთს ეწოდება ნელსაცხებელი, გადმოღვრილი, დაცარიელებული. პირველი განმარტება გრიგოლ ნოსელის მიხედვით და მე სხვა მამების მიხედვითაც შევხედოთ. ესე იგი, წმინდა გრიგოლ ნოსელი ამ სიტყვებს როგორ განმარტავს? ამბობს ასეთ რამეს, რომ აი ღმერთი თავისი ბუნებით ყოვლად მიუწვდომელია. ვერასოდეს ადამიანი ღმერთის ბუნებას ოდნავათაც ვერ შეიცნობს. მაგრამ როგორ ვიცნობთ ჩვენ ღმერთს? მისი გამოვლინებებით. და წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს, ნელსაცხებელი ეწოდება ღმერთს. ესე სურნელება უფრო ის ყოველთა ნელსაცხებელთა შენი სურნელება არისო. ნიშნავს რას, რომ შენი ბუნება ვერ შეედრება ვერც ერთ ნელსაცხებელს. ესე სხვა ღმერთებს, სხვა ნელსაცხებლებს პირობითად ვერ შეედრება შენი ნელსაცხებლის სურნელება, იმიტომ რომ უფრო ის ამაცა არის, ესე იგი უაღმატებულესი ხარ შენ ამაზე. და ერთადერთი თუ შეიძლება შეიცნო ეს ნელსაცხებელი, უნდა იყოს გადმოღვრილი. და ესეთი სიმბოლო შემოაქვს, რომ აი როდესაც ჩვენ ჭურჭელს ავიღებთ, სადაც ნელსაცხებელი იყო შიგნით და ვიღაცამ დაუშვა წაიღო ეს ნელსაცხებელი. ის სურნელება ამ ჭურჭელს მაინც შენარჩუნებული აქვს. და ადამიანი ხვდება, რომ რამდენად კეთილსურნელება იყო ამ ჭურჭელში. ჭურჭელი გრიგოლ ნოსელის თანახმად არის წუთი სოფელი. აი ღმერთმა რო გადმოღვარა საკუთარი თავი, პირობითად რო ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია მისი ქმნილებებიდან შევიცნოთ, რამდენად კეთილსურნელოვანია თავად. ესე მირონს კეთილსურნელებას ნელსაცხებლისას ვერ შევიცნობთ, გრიგოლ ნოსელი ასე ამბობს. ერთადერთი რაც შესაძლოა, ეს არის მითითებები იმ კეთილსურნელებისაკენ, რომელიც გადმოღვრილია წუთის სოფელში. აი ეს გადმოღვრილობა ნოსელის თანახმად არის ის სიკეთეები, რასაც ჩვენ წუთის სოფელში ვხედავთ. მითითებები, მინიშნებები, გზები, რამდენად კეთილსურნელია თავად ღმერთი. ეს ერთი განმარტება. და ეხლა მეორე. წმინდა მეოთხე საუკუნის მამები განსაკუთრებით ასეთ განმარტავენ, ეს სხვათა შორის ლიტურგიკულ ტექსტებშიც არის. ქრისტეს ეწოდება ერთი მხრივ თუ სამება ღმერთზეა საუბარი, რაც ჩვენ ვთქვით და გავმარტეთ, მეორე მხრივ ქრისტეს ეწოდება კეთილსურნელება თავად, ანუ განკაცებულ ღმერთს. და რატო? ღმერთს ვერასოდეს ვერ შევიცნობთ, როგორც აღნიშნეთ. მაგრამ ჩვენ შევიცანით იგი განკაცებისას. და განკაცებასთან დაკავშირებით არის ესეთი ტერმინი დაცალიერებაი. კენოზისი ქვია ბერძნული სიტყვით. კენოზისი ნიშნავს ისეთ მდგომარეობას, ანუ დაცარიელება ისეთ მდგომარეობას ნიშნავს, როდესაც თითქოს ღმერთობა მიატოვა და გახდა კაცი. როგორ შეიძლება ღმერთი ევნოს, მოკვდეს ჯვარზე, ცემებულ იქნეს, გამათრახებული და სხვა. არ შეიძლება. როგორც ადამიანმა ეს იგემა მან. ამიტომ მამები ამბობენ, რომ იგი დაგლახაკდა, ანუ დაცარიელდა. ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთობა მიატოვა მან. ის ნელსაცხებლობა, რაც მანამდე ჰქონდა ძე ღმერთს სამების წიაღში, ეს შენარჩუნებული აქვს, რა თქმა უნდა. ეს ერთი ბუნებაა მისი. მაგრამ მეორე ბუნება არის დაცარიელებული. უბრალოდ დაცარიელების შედეგად მიღებული ჩვენთვის. ადამიანურ ბუნებაზე მეტყველებს.
და სწორედ ამ დაცარიელობიდან შევიცნობ ჩვენ კეთილსურნელებას ღვთისას. რამდენად დიდი იყო თავად ღმერთი, რომ საკუთარი თავი დაიცარიელა ვიდრე სიკვდილამდე და სიკვდილით ამით ჯვარისაითა, როგორც ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს პავლე მოციქული. აი ეს ორმაგობა განმარტებისა ნელსაცხებელთან დაკავშირებით. ვითომ არაფერი. ვითომ ჩვეულებრივად უნდა წავიკითხოთ, ნელსაცხებელი რა გასამარტია. მაგრამ ნელსაცხებელი კეთილსურნელება, ანუ მიხრონი არის ერთი მხრივ ღვთის ბუნება და მეორე მხრივ დაცარიელი, ამიტომაც არის ხაზგასმა იმაზე, რომ ნელსაცხებელ წარმოცალიერებულ სახელი შენი. ანუ შენ ქვია რა, მირონიკი ხარ, მაგრამ მარტო მირონიკი არა ხარ თურმე. წარმოცალიერებული ხარ შენ. წუთის სოფელში ხარ გამოვლენილი. ერთი მხრივ შენი მოქმედებებით და მეორე მხრივ შენი განკაცებით. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ტერმინი ქებათაქებას ციკში წარმოცალიერება. და ამისთვის, ანუ ამის გამო ახალგაზრდებმა შეგიყვარეს შენ, ანუ ქალწულებმა შეგიყვარეს შენ. ეს სხვა გასამარტიის საკითხია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ესეც აქ შემოდის გრიგოლ ნოსელისგან საღვთო ეროსი, ანუ ტრფიალების შესახებ სწავლება, რომელიც სულ სხვა მიმართულებაა, ახლა ამას არ შევეხებით. უბრალოდ ნელსაცხებელთან დაკავშირებით რომ დავიმახსოვროთ. ნელსაცხებელი ძველ აღთქმაში და ახალ აღთქმაშიც იწოდება ღმერთად, მისი ბუნების მიუწვდომლობის გამო, მისი კეთილსურნელების გამო, მაგრამ შესაცნობი ხდება ერთადერთი გზით წარმოცალიერებით და არა თავად მიხრონობიდან გამომდინარე. დააგლოცოთ ღმერთმა და მენელსაცხებლე დედები იყვნენ ჩვენი პატრონები. მოგილოცავთ ქალბატონებს დღევანდელ დღეს და მოგცეთ უფალმა აი ეს უშიშრობა, რომელსაც ხშირად კაცები ვავლენ თხომე წუთის სოფელში. ამით გვავსებთ თქვენ ჩვენ. და რაც თქვენ არ გაგაჩნიათ, იმით ჩვენ გავსებთ ხოლმე. ეს ძალიან მკვეთრად უნდა გვახსოვდეს. ამიტომ ვართ ერთი მეორის ნახევრები. არც ქალივით კაცი ვარგა და არც ვაშკაცური ქალი. ორივე სიმახინჯია. უნდა იყოს ქალი ქალური და კაცი კაცური. ეს იქნება ბალანსი. სხვაგვარად სიმახინჯეს ვღებულობთ. ბრავას დააგასწროთ ღმერთმა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა.